რაც იმას ნიშნავს, რომ FM 105.9-ზე თქვენთვის არტისტული 4 შაბათი საუმე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო და დაიწყო ნამდვილად განსაკუთრებულად. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უყვარს საგუნდო მუსიკა, ვისაც ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა, ვისაც ძალიან უყვარს ლამაზი და ჭკვიანი მომავალი თაობა. სწორედ ასეთი მუსიკოსი მყავს დღეს ეთერში, ანასტასია ჯულაყიძე ლაღიძე, რომელთანაც გასაუბრება როგორც ეთერს მიღმა, ასევე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეთერში საუბარიც ძალიან სასიამოვნო და დატვირთული გამოგვივა. ძალიან ბევრი საინტერესო ამბით, სამომავლო გეგმებით, მიმდინარე ამბებით, წარსული შლეიფიც, რომელიც არაკლია ახალგაზრდა გოგოს, მიუხედავად თავისი ასაკისა, საკმაოდ დიდი შლეიფი აქვს მუსიკალური და მიუყვება იმ საქმიანობას, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს. პროფესიები რო ჩამოვთვალოთ, ალბათ კიდევ უფრო შორს აგვიყვანს. გადაცემის დასაწყისი და მისალმება ჩვენ სტუმართან, თუმცა აი ამ თითოეულ, ასე ვთქვათ, მუსიკალურ ჟანრში მის კიდევ სხვადასხვა განხრებს, ასე ვთქვათ, აუცილებლად ჩაუღრმავდებით და აუცილებლად ვილაპარაკებთ. გამარჯობა ანასტასია. მოგესალმებით, დიდი მადლობა სალომე ასეთი წარდგენისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხარ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, რომელიც გვიყურებს სხვადასხვა ლაივ სტრიმების საშუალებით და მაგთის 53 არხზე, ისიამოვნებს შენი მოსმენით და ცქერით, ასევე შეიმეცნებს და გაიგებს ძალიან კარგ რაღაცებს. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო, გამოგიტყდები და თან ძალიან მიხარია, როცა ახალგაზრდები სერიოზულ საქმეს, ყველა საქმე პრინციპში არ მინდა რომ ესე დავყო რაღაც ნაკლებ სერიოზულ საქმეც და სერიოზულ საქმეთ, მაგრამ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც უკვე ძალიან ბევრ მართლა სერიოზულ რაღაცას აკეთებ რა და ამ ასაკში და დასაწყისში, როგორც წესი, აგროვებენ ხოლმე გამოცდილებას და შემდეგ მიდიან იქამდე, რომელ საქმეზე სასაუბროდაც შენ უკვე ჩემთან ხარ სტუმრად და ამიტომ ბევრი ნაბიჯით წინ ხარ ბევრზე და ეს ძალიან მახარებს. მადლობა. ანასტასია, როგორ იწყება შენი მუსიკაში? იცი რა, ხო, ეხლა ძალიან ის გამომივა, რომ რაღაცა საიდან იწყება შენი მუსიკალური ამბები. ყველასთვის ცნობილია, რომ მუსიკალური ოჯახიდან ხარ, თუმცა ალბათ არიან ჩვენი რადიო მსმენელებიდან ადამიანები ისეთი, რომლებსაც აინტერესებთ ეგ და მათთვის არ არის ცნობილი შენი მუსიკალური ოჯახის შესახებ. ამიტომაც გითხარი. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ მუსიკა არ არის პროფესია, რომელსაც ირჩევს ადამიანი. ეს არის პროფესია, რომელიც მოდის შენთან და ჩემ შემთხვევაში სწორედ ასე იყო. და მუსიკა გირჩევს შენ? ანუ ეს მიდგომა გაქვს, მუსიკა არჩევს ადამიანებს? ალბათ იმას არ აქვს მნიშვნელობა. მუსიკალურ გარემოში არის თუ არა ადამიანი, თუმცა ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა და ძალიან გეხმარება კიდევაც, ეს ჩემ მაგალითად შემიძლია დავადასტურო. თუმცა მუსიკა არის ისეთი ცნება, რომელიც მიდის ადამიანთან და ირჩევს მას. ვაუ, რა მაგარი. ჩემ შემთხვევაში ნამდვილად დავიბადე იქ, სადაც ჟღერდა მუსიკა 24 საათი. და ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი ინსპირაცია თუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი შემახვედრა სწორედ მუსიკამ. გასაგებია. და მოღვაწეობა, სადაც დაიწყე, ეს არის დედას და მამას გუნდი. აქ იწყება შენი, ასე ვთქვათ, პირველი გამოჩენა გარდა იმ მუსიკალური სკოლებისა და ფესტივალებისა, რომელშიც მიიღე მონაწილეობა და სასწავლებლებისა და ახლაც სწავლობ და აქამდეც დაუშვათ ხარ კურსდამთავრებული, ასე ვთქვათ. რომელია შენი პირველი ათვლის წერტილი? საიდან იწყება შენი შემოქმედებითი გზა? ნამდვილად გზის დასაწყისი. სწორად აღნიშნეთ, რომ ეს იწყება გუნდიდან, ეს იწყება სიმღერიდან. და დღემდე ასე გრძელდება და გუნდი და საგუნდო მუსიკა ჩემთვის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა შემდეგ გუნდი და ვოკალი რაღაც ცხოვრების ეტაპზე ამან გადაინაცვლა ინსტრუმენტულ მუსიკაში. მე გავეცანი ისეთ ინსტრუმენტებს, როგორც იყო ვიოლინო, როგორც იყო არფა, ახლაც ვარ პიანისტი. და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ამჟამად ეს სფეროები ერთმანეთს შევუხამო. ამის პარალელურად ჩემი მუსიკალურ განვითარებას დაემთხვა და დაემატა
საკომპოზიციო მიმართულება. რომელიც ასევე ისეთი მიმართულებაა, რომელიც გირჩევს შენ. ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სხვადასხვა მიმართულებები ყველანი ერთმანეთს ეხმარებიან და ავსებენ. გასაგებია. მინდა რომ კიდევ უფრო დეტალურად კითხო შენს, მოდიახლავე ჩამოვთვლი პრინციპში. იმ პროფესიებს, ასე ვთქვა და იმ მიმართულებებს, რომ მუსიკა, ამ ყველაფერს მუსიკა რა თქმა უნდა აერთიანებს, მაგრამ ხარ არანჟირებების ავტორი, ხარ პიანისტი, ხარ ვოკალისტი და ხარ არ გამომჩეს დირიჟორი. ესეთი ლამაზი და მშვენიერი, ნიჭიერი დირიჟორი. მაინტერესებს შენი არანჟირებების კუთხით. როგორ ხდება ზოგადად რას ნიშნავს საგუნდო მუსიკაში არანჟირება? როგორია შენი სპეციფიკა არანჟირებების? რა არის ის რაც განგასხვავებს სხვა არანჟირებების ავტორებისგან, როგორია შენი? ასე შეიძლება შენ თვითონ გითხრა შენი ხელწერა, შეიძლება ამას შენ არ უნდა საუბრობდე, მაგრამ რა არის ის, რის მიხედვითაც შენი ქარგარითაც აწყობ არანჟირებას? როგორ მუშაობ? როგორია ზოგადად ეს პროცესი? და აი ამ თემაზე მაინტერესებს უფრო მეტი დეტალი. არანჟირებების მიმართულებას ზოგადად ძირითად შემთხვევაში კომპოზიტორები ყოფენ ხოლმე ხელს. და მათი მოღვაწეობა ამ სფეროში ითავსებენ კომპოზიტორები, როგორც წესი და ასე ხდება. ჩემს ჟანრში აქვე რო განსხვავება რო გავაკეთოთ, არანჟირების ავტორი აუცილებლად ნიშნავს მუსიკალური კუთხით არანჟირებას. გუნდში შენ შემთხვევაში როგორც ეთერს მოვისაუბრეთ, არ იყენებ არანაირ ინსტრუმენტს არანჟირება ხდება. ჩვენ ვართ აკაპელა გუნდი. აკაპელა გუნდი ხართ. ამიტომ ამის დიფერენცირება და განსხვავება მინდა რომ გავაკეთო როგორ ხდება და ამიტომ ძალიან კარგად მომიყევი და ამიხსენი გთხოვ. ჩემი გზაც ამ შემთხვევაში რომ დაუბრუნდა რასაც ვსაუბრობდი, დაიწყო ჯერ კომპოზიციით. ან ჯერ ვქმნიდი ჩემს ორიგინალურ ნაწარმოებებს, ჩემს საავტორო ნაწარმოებებს და შემდგომ, როდესაც დავიწყე უკვე გუნდთან აქტიურად მუშაობა არა მხოლოდ როგორც ვოკალისტმა, არამედ როგორც დირიჟორმა თუ არანჟირებების ავტორმა. რაღაცნაირად ვიპოვე ჩემი სტილი, როგორ შეიძლება და შემექმნა არანჟირება, იმიტომ რომ ეს ზოგადად ძალიან საინტერესო სფეროა. ჩვენ გუნდში უმეტესწილად ახალგაზრდები ვართ, მართალია, პროფესიული მუსიკის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სწავლობს კონსერვატორიაში და სხვადასხვა საკრავებზე უკრავენ. თუმცა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის გარდა იმ პროფესიული მუსიკის, რასაც ვასრულებთ. ის ცნობილი რეპერტუარი, რაც ზოგადად გაჟღერებული ყველა მიცის, ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ამის სხვანაირად მიწოდება ვერსია. აი ამაზე რომ ვისაუბრო, აქაც ძალიან მეხმარება ჩემი საკომპოზიციო სტილი. იმიტომ რომ ზოგადად ვფიქრობ, რომ რასაც ვაქცევ ხოლმე ყურადღებას და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის გენეტიკაში არის ჩადებული პოლიფონიური აზროვნება ჩვენთვის განუყოფელი ნაწილია და თუ შეიძლება რომ შევაფასო, ალბათ ჩემი არანჟირებებით ამით გამოირჩევა სწორედ რომ იქ არის ისეთი პოლიფონიური ელემენტები თუ ფორმები ჩადებული და გაერთიანებული, რომელიც სწორედ აი ჩემი საკომპოზიციო სტილიდან გამომდინარეობს და ამით იქნება შემდეგ ესეთი არანჟირების სურათი. როგორი პროცესია ეს? შენ წინასწარ ჰარმონიულად ამ ყველაფერს წერ და შემდეგ მიგაქვს გუნდთან, რომელიც პირდაპირ ფურცლიდან სიმღერას იწყებს. თუ გუნდთან ერთად მუშაობის პროცესია, არ ვიცი ეს მე როგორი რამეა. ეს შემთხვევაში ჯერ იქნება. შენ ქმნი, ანუ ცალკე მუშაობ ამ ყველაფერზე. და შემდეგ გუნდთან ერთად უკვე ვიწყებთ მუშაობის პროცესს. თუმცა ხშირად არის სამუშაო პროცესი ზოგადად ძალიან საინტერესო. იქაც იცვლება ალბათ რაღაცები ბევრი, ხო? ძალიან ბევრი ცვლილება შეიძლება შევიდეს ნაწარმოებში და ზოგადად რეპეტიციებიდან გამომდინარე, არა მარტო იმ კონკრეტულ ნაწარმოებში, ან ახალ ნაწარმოებში, რომელიც მიგვაქვს მე თუ მამას ამ შემთხვევაში, ვინაიდან მამას არანჟირებებსაც და მის საავტორო ნაწარმოებებსაც ვასრულებთ. ჩვენი ისტორია სწორედ ამით დაიწყო. გარდა ამისა, სხვა ნაწარმოებებიდანაც ჩვენ საკომპოზიციო ხედვას მოაქვს რაღაც ინსპირაციები, რომლებიც ძალიან გვეხმარება. აი მაგალითისთვის რა არის ის ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც ალბათ ჩვენი მსმენელისთვისაც ყოველთვის ცნობილია, რომელსაც შენ გაუკეთე შენებური არანჟირება. აი
ბოლო პერიოდში გქონდა შევასრულეთ Fly Me to the Moon. ხშირად მიმართავთ Beatles-ების რეპერტუარს, ჩვენთვის საყვარელი რეპერტუარია. და აკადემიურ მუსიკას რომ შევეხო, ახლა ჩვენი გერმანიის ტურნე გველოდება წინ და სწორედ აქ შესრულდება ჩემი არანჟირება მალერის მეხუთე სიმფონიის მესამე ნაწილისა, ცნობილი ადაჟიეტოსა, რომელიც მალერმა სწორედ მის მეუღლეს მიუძღვნა, როგორც ეს იყო მისი სასიყვარულო წერილი მის მეუღლეს. ამიტომ ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა ამას გერმანიაში, როდესაც გავაჟღერეთ და ჩვენც და იქაური მხარეც დიდი ენთუზიაზმით ველოდებით ამ ნაწარმოების შესრულებას. ეს ალბათ რაღაც კუთხით დიდეს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გიმატებს სიხარულთან ერთად. საკურველია როგორც კომპოზიტორს, ისე როგორც დირიჟორსაც, იმიტომ რომ ეს არის კომპოზიტორი, რომელიც ხელშეუხებელია ფაქტობრივად აკადემიური მუსიკისთვის და კლასიკური მუსიკის სამყაროსთვის, ამიტომ პასუხისმგებლობის პიკია ნამდვილად. ნერვიულობ. არ ნერვიულობ, იმიტომ რომ გვერდში ძალიან მყარი სტორი, სწორედ მოაზროვნე მუსიკოსები მიდგანან და მე მგონია რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. პრინციპში მოვადექით კიდეც იმ ამბავს, რასაც ქვია გერმანიის 4 ქალაქის ტურნე, რაღაც წინსწრებით ცოტა თქვი ცოტა კი არა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაჟღერეთ უკვე რაც გინდოდა გეთქვა, თუმცა აი ამ ტურნესთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. რა ქალაქებს მოიცავს ტურნე? ვინ იღებს მონაწილეობას ამ ტურნეში? როდიდანაა მაისიდან თუ არ ვცდები, მაგრამ კონკრეტული თარიღები შეგვიძლია ვთქვათ და ვინ მიდიხართ ხოლმე ტურნეში? შენი ოჯახით, ეს ოჯახი ნიშნავს იმას, რომ ნინო ქუმსიაშვილი, რატი ჯულაყიძე გახლავთ აი ამ ქართული საგუნდო უბრალოდ თბილისის საერთაშორისო კამერული გუნდის ბგერათა ფერის ხელმძღვანელები. თანაც მშობლები არიან, ეს დიდი ძალა და დიდი სიამაყეა ერთდროულად. რა შეგრძნება და ზოგადად გითხარი აი ამ ტურნესთან დაკავშირებით ყველაფერი, როგორ იგეგმება, როდის მიემგზავრებით, რამდენი ადამიანი, როგორ ხდება ეს ორგანიზებაც ცოტა მერტულა ეხა გუნდის ორგანიზება, ალბათ არ უკავშირდება ძალიან პატარა ამბავს და ეს ამბები ალბათ შენ არ გეხება, შენ უფრო შემოქმედებითი მხარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ალბათ ესეც საინტერესო არა იქნება და როგორ იქნება ამაზეც გითხარი. ზოგადად ესეთი ტურნეების ორგანიზება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ხოლმე, თუმცა ჩემს მშობლებს და ჩვენს ხელმძღვანელებს ნინო ქუმსიშვილს და რატ ჯულყაძეს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ გუნდთან მუშაობის და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისა. ამიტომ ეს სანერვიულო ნამდვილად არ სანერვიულო არ იქნება დარწმუნებული, უბრალოდ აღნიშნე მათი შრომა და მინდა რომ კიდევ უდიდესი მადლობა უთხრა. ჩვენი გუნდის ისტორია ზოგადად დაიწყო სწორედ გასტროლით, სადაც ჩვენ მაშინ შევასრულეთ რატი ჯულაყიძის მამას საავტორო ნაწარმოები ბემოლ მესა. და რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ ამ ტურნეშიც, რომელიც იგეგმება 21-დან 31 მაისამდე, სწორედ მამას ნაწარმოები იქნება ერთ-ერთი მთავარი საპრემიერო მუხტი ამ ტურნისა, პერპეტუ მობილე, რომელსაც შევასრულებთ ბერლინში, სადაც გვექნება 2 კონცერტი, არა მარტო ჩვენ, არამედ გერმანული გუნდიც იქნება ამაში ჩართული. ერთობლივი კონცერტი იქნება თქვენ ორი ნაწარმოებია, რომელსაც 2 გუნდი ასრულებს და სწორედ აი ამის ირგვლივ ჩვენი 2 გუნდის რეპერტუარი გაერთიანდება. რა საინტერესოა. შემდგომ აღნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მიუნხენში. და 2 კონცერტით, ესე იგი, დაგვირგვინდება ეს ტურნე 28 და 29 მაისს კრონჩსა და გრევენბროიხში. ამიტომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვექნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეპერტუარი იქნება ჩვენთვის და პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ ქართული კულტურა უნდა წარუდგინოთ საერთაშორისო ასპარეზზე და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენ არა მარტო ამ ტურნისთვის ზოგადად გვიდგას მხარში და არიშურებს თავის ძალისხმევას, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მარტო საგუნდო მუსიკას, არამედ აი ასეთ სწორედ ასეთ ინიციატივებს. ძალიან დიდი მადლობა შემოქმედებით საქართველოს, თბილისის მერიას და ჩვენ ბიზნეს პარტნიორებს. მათ გარეშე ესეთი რაღაცები არ გამოდის. ბუნებრივია, რომ არ გამოდის დახმარების გარეშე მიუხედავად ბევრი მცდელობისა და სურვილისა. მაინტერესებს ხოლმე ის განცდები, ემოციები, რომ
ადამიანებისა, რომელიც დარბაზში უსმენენ ხოლმე თქვენ შესრულებას, ქართულ მუსიკას, აი თუნდაც მამას მუსიკას. როგორია ხოლმე, რა გამოხმაურებებია და რას უსვამენ ხოლმე ხაზს ამ შემთხვევაში ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით უცხოელი მსმენელები თქვენს კონცერტებზე. თუ მოდის თქვენამდე? საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ უცხოელების ძალიან დიდი ინტერესია ქართული. არა მარტო ვიტყოდი, არა მარტო თქვენაც ახსენეთ, არა მარტო ფოლკლორი, არამედ ამ შემთხვევაში ქართული პროფესიული მუსიკაც და ეს არის სწორედ ჩვენი ნიშა და პროფილი, რომ შევასრულოთ თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს რეპერტუარში არის მაკავիր სალაძის ნაწარმოები და სხვები. ამიტომ ამის მიმართაც ძალიან დიდია ხოლმე ინტერესი. ზოგადად ვთვლი, რომ მსმენელის როლში კონცერტზე შეიძლება ცოტა პარადოქსული რაღაც თქვა, მაგრამ არა მარტო მსმენელია, არამედ ჩვენც ხანდახან ვართ მსმენელის როლში. ჩვენსავე კონცერტზე, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მისია უკვე კონცერტზე, როდესაც ნამუშევარია ნაწარმოებზე არის ის, რომ მოусმინოთ ერთმანეთს და მოусმინოთ მუსიკას და რაღაცნაირად აი სწორედ ერთმანეთის მოსმენით გავერთიანდეთ მსმენელთან ერთად. ამიტომ ეს არის საერთო ემოცია, ამ ჰარმონიის მიღწევა ძალიან რთული, ხა წარმოვიდგინე და მართლა ძალიან რთული რამე, თუმცა ძალიან საინტერესოა. განაგრძე გისმენ. ეს არის სწორედ ის კონცეფცია, რასაც უნდა ემსახურებოდეს აი live performance-ი, რომ მსმენელიც შეიყვანოს აი 40 წუთში 1 საათსა თუ 2 საათში რაც არის კონცერტის ხანგრძლივობა და როდესაც მოვა მსმენელი აბსოლუტურად უკან დატოვოს თავისი ცხოვრება და ცხოვრებისეული პრობლემა იქნება თუ გარე სამყარო და ჩაერთოს სწორედ აი მუსიკალურ ფრაზებსა და მუსიკალურ მელოდიებში და განსაკუთრებით მუსიკალურ პაუზებში, რომელიც არ არის სიჩუმე, არამედ ყველაზე დიდი მუსიკა. ძალიან კარგი. მაინტერესებს რა არის ხოლმე ძირითადად ის საზრუნავი და ის მღელვარება, რაც არის კონცერტის წინ. რაზე ფიქრობთ და რა სირთულეები შეიძლება, თუმცა მე მგონია, რომ სცენაზე ერთი ადამიანის დგომა რაღაცნაირად კიდე უფრო ართულებს ხოლმე საქმეს, ვიდრე ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ სხვა მოხდია, სხვა ძალაა, სხვა ერთმანეთის იმედი და ასე შემდეგ ამბავია, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერს სირთულეებიც ახლავს, ხო, რა არის საზრუნავი ხოლმე და ის საფიქრალი, რაც კონცერტის დაწყებამდე გაქვთ, როგორც ხშირ შემთხვევაში დირიჟორსაც ვიტყოდი. დირიჟორის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი როდესაც ერთი ადამიანი სოლისტი გამოდის სცენაზე, მას გარკვეულწილად აქვს თავისი მღელვარება, თუმცა დირიჟორის შემთხვევაში ჩვენ ვღელავთ ჩვენს გუნდსაც ზოგადად. ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის ერთის მხრივ. თუმცა მაინც ვთვლი, რომ არ ვაქცევ დიდად ყურადღებას მღელვარების ფაქტორს, ვინაიდან თუ არის ნამუშევარი, გუნდთან იქნება ეს თუ სოლო შესრულების დროს, მღელვარება აბსოლუტურად ტოვებს სასცენო კესტენის კედლებს. პირველ წამში ეს გასაკვირველია. ვინაიდან ჩვენ გვაქვს რაღაცა გეგმა, რაღაცა ამოცანები, რაზეც უნდა ფოკუსირდეთ სწორედ პერფორმანსის დროს. ამიტომ მღელვარების ადგილი აღარ ჩერდა. რა თქმა უნდა, ძალიან კაი, არც მინდოდა რომ შემომეტანა, უბრალოდ თუ კი არის რაიმე სირთულე, ეს სპეციფიკურია ძალიან და ამიტომ მაინტერესებს ის კითხვები და უშუალოდ რაც შეიძლება მე არ მქონდეს გამოცდილი და ბუნებრივია რომ საინტერესო იყოს ეს მსმენელისთვისაც. ესე იგი, მაინტერესებს შენი კომპოზიციები, თუ მხოლოდ არანჟირებები, თუ საავტორო მუსიკა. როდის მოხდა ეს? საიდან როდის დაიწყო? რა ასაკში? და როგორ მიხვედი ზოგადად აქამდე, ესეც მაინტერესებს და ახლაც სრულდება თუ არა კაპელასთან ერთად შენი მუსიკა, გარდა მამას მუსიკისა. ესეც გითხარი თუ შეიძლება. ჩემი საავტორო ნაწარმოები და ამ ჟანრში ამ მიმართულებით მოღვაწეობა დაიწყო 13 წლის ასაკიდან დაიწყე უკვე საავტორო სიმღერების შექმნა ჯერჯერობით. ეს იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მიყვარდა ეს ჟანრი, განსაკუთრებით დღემდე იმის მიუხედავად, რომ შემდეგ აკადემიურ მუსიკას მივყავი ხელი, ჩემთვის ძალიან ძვირფასად რჩება პოპის ჟანრიც და ეს პოპულარული ჟანრები, რასაც მოიცავს.
ამას მოხვა და ლოგიკური მაც იყო ალბათ მიუზიკლის შექმნა. აი ხო, როგორ მაინტერესებს მიუზიკლი. რომელიც რაღაცნაირად გარდამტეხი პერიოდია, ვინაიდან აერთიანებს სწორედ ამ ორ მიმართულებას. ეს არის ჟანრი, სადაც თავს იყრის სხვადასხვა მიმართულებების სპეციფიკა. მიუზიკლ სკოლის ხმა? კი, რა თქმა უნდა, შემდეგ. და აი სწორედ მიუზიკლის სულელი ქუდის შექმნის შემდეგ, რომელიც არის შერლოკ ჰოლმსის თემატიკაზე და აერთიანებს დიდ სიმფონიურ ორკესტრს, ბუნებრივია. უკვე აი ამის შემდეგ ავიღე გეზი კონკრეტულად აკადემიური მუსიკისკენ. აკადემიური ფორმები. ფერე გვეყოლებოდი კომპოზიტორი, რომელიც დაგვიწერდა მშვენიერ სიმღერებს. არა, მე არ ვთვლი რომ ამას შევეშვი. კარგეთ, არ ვთვლი რომ რა კარგეთ ამ კუთხითაც ხო? თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულად წელს შარშან და გაისად აი ეს იქნება მოღვაწეობის არეალი. ძალიან კარგი. მოდი ახლა ცოტა ხნით, რა თქმა უნდა, რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ ისევ დავბრუნდეთ. გვაქვს კიდე საინტერესო თემებზე, სასაუბროთ რჩენილი როგორც დრო, ასევე თემები. ასე რომ სულ ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით.